მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თეთრ სახლში დაბრუნდა, თბილისში აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, როგორი იქნება ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით. შტატების 47 პრეზიდენტისგან კონკრეტულ ქმედებებზე ქართული ოპოზიციის მოლოდინს, მათ შორის დასავლეთშიც გადაჭარბებულად მიიჩნევენ. ოპოზიცია ისიც, ვინც წარსულში ტრამპს საკმაოდ ხშირად აკრიტიკებდნენ, დარწმუნებული არიან, რომ ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით წინამორბედის იდენტური იქნება. ტრამპის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინი აქვთ მმართველ გუნდში დონალდ ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკა, ახალი მსოფლიო დღის წესრიგი და საქართველოს როგორი უნდა იყოს ამ გლობალურ პროცესში ჩვენი ქვეყნის ინტერესი. სწორედ აი ამ თემაზე ვისაუბრებთ მომდევნო სტუმართან, ექსპერტი ნოდარ კაპანაძე არის აქტუალური თემის სტუდიაში. ბატონო ნოდარ, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო და ხართ სტუდიაში. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. ბატონო ნოდარ, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებსა და ოფიციალური თბილისის მოლოდინზე ვისაუბრებთ იგივე გადატვირთვის პოლიტიკასთან მიმართებაში, რაზეც არაერთი განცხადება გაკეთა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მანამდე უნდა გკითხოს სტრასბურგსა და საპარლამენტო ასამბლეაზე ხელისუფლების ოპონენტების არგუმენტები გაძლიერდა, ასე ვთქვათ, მათი თქმით საქართველოს კიდევ უფრო მეტად აცილდა ამ გადაწყვეტილებით ევროპას. სტრასბურგში აჩერებს საპარლამენტო დელეგაცია მუშაობას, მიზეზიც ცნობილია, დათქმები აღმოჩნდა წითელი ხაზი, როგორც ეს არაერთხელ გაცხადა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, იგივე ახალ არჩევნებთან მიმართებაში დამახსენიებული იყვნენ პოლიტპატიმრებად დაკავებულები და როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ეს იყო ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ამის შემდეგ უკვე მოლაპარაკების გაგრძელება. პირველ რიგში მაინტერესებს დათქმებით და თუ შეიძლება ასე შეფასდეს ულტიმატუმის ენის საუბარი რამდენად შეიძლება, როდესაც დიპლომატიაზე არის საუბარი და რამდენად შეიძლება ასევე აღიქვა საზოგადოების ნაწილმა მაინც თუნდაც იგივე ქართული ოცნების მხარდამჭერებმა, რომ იყო ერთგვარად საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა. მოგესალმებით. ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ მარტივია. ჩვენ ევროპასთან, ევროსაბჭოსთან ურთიერთობა პრინციპში არც არასდროს არ ყოფილა დიპლომატიის ფარგლებში, ყოველთვის იყო ეს ულტიმატუმების რეჟიმში და ეს ალბათ ბოლო წუთი იყო. ჩემი აზრით ამ გადაწყვეტილება სრულიად არ ყოფილა უსაფუძვლო და გარდა მაგისა, რატომღაც ჩვენთან იშვიათად თუ გამიგონია იმის განმარტება, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არ არის ევროკავშირის ორგანო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არ არის გადაწყვეტილებების მიღების ორგანო. შეეხება იქ დაყენებულ მოთხოვნებს, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალისთვის აღმოჩნდა წითელი ხაზი და ულტიმატუმი, ეს მოთხოვნები პრინციპში ეწინააღმდეგება მათივე სტრუქტურების გამოთქმულ გაკეთებულ დასკვნებს არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. არჩევნების ლეგიტიმაციაზე მე მახსენდება ამასინათ ერთ-ერთი ლიდერისგან ჩატარებული ინტერვიუ, ერთ-ერთი ლიდერის პრესკონფერენცია ლუკაშენკოზე საუბარი, როდესაც უთხრეს, რომ რომელიღაც ორგანოებმა თქვენი ლეგიტიმაცია არცნეს თქვენი არჩევნებისა და მათ რომ ჩემი ხალხისგან მაქვს ლეგიტიმაცია და ეს არის ჩემთვის მთავარია და მე ვფიქრობ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის მთავარი წყარო არის ხალხი. ალექსის განცხადება შეგვიძლია ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა და აგრეთვე შეგვიძლია გავიხსენოთ აფასებენ არჩევნებს და არა ევროსაბჭო. დიახ, ეს ერთი და მეორე კიდევ მათგან დამკვირვებლად იყო მოვლენილი რამდენადაც ვიცი სადამკვირვებლო მისია, რომელმაც გააკეთა თავისი დასკვნა. ეს დასკვნა არასდროს არ არის 100% დადებითი, არასდროს არ არის 100% უარყოფითი და ეს უფრო მეტწილად დადებითი იყო დასკვნა, ვიდრე უარყოფითი. ამდენად ამ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზე შემდგომი მსჯელობა მე დროის უპუჭ კარგად მიმაჩნია. ჩემი აზრი ესეთი. ბატონო ნოდარ, ვიცით რომ დელეგაციისთვის უფლება, საქართველოს დელეგაციას გულისხმობ უფლებამოსილების არცნობას ქართული ოპოზიცია ითხოვდა. ანუ აუსრულდათ ოცნება. და ამავდროულად გაკეთა განცხადებები, რომ აი საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაშორდა ევროპას. და როდის იყო მიახლოებული? ან ამით როგორ დაშორდა, ან აქამდე როგორ იყო მიახლოებული. ან ჩემი აზრით, ევროპასთან არც დაშორება და არც მიახლოება, ამით არაფერი არ შეცვლა. ეს იყო უბრალოდ ერთი პოლიტიკური ჟესტი, ერთი პოლიტიკური აქტი.
ამით არც მიახლოები ვარ და არც დავშორები ვარ და ხოლო რაც შეეხება მიახლოებას მე როგორც უყურებ სამწუხაროდ ძალიან ზედმეტად მიუახლოვდით ევროსაბჭოს DCFTA-ის პირობების შესრულების ფარგლებში რამდენიმე საკმაოდ ბევრი ისეთი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ჩვენთან კანონმდებლობაში მათ შორის სხვადასხვა რეგულაციები DCFTA-ის პირობების შესრულებაში რომელიც ჩვენთვის სრულიადაც არ არის სასარგებლო მაგრამ ევროპასთან დაახლოების რეჟიმში ეს საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულია. რატომ არ არის სასარგებლო რომ ნუ ბევრი DCFTA-ის თუ კარგად წაიკითხავთ ნახავთ რომ იქ ძალიან ბევრი რამე არის ჩვენთვის ძალიან არასასარგებლო და ბევრი საკანონმდებლო ცვლილება სწორედ ევროპასთან დაახლოების რეჟიმში მიღებული იქნა. ამდენად ჩვენ გაცილებით უფრო დაახლოებული ვართ ევროკავშირს საკანონმდებლო დონეზე ბევრი რამით იგივე DCFTA-ის მოთხოვნების შესაბამისად ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. ხოლო აი ამ საპარლამენტო ასამბლეაში წევრობის მუშაობის შეწყვეტა არ შეწყვეტას არაფერი არ შეუძლია ჩემი აზრით. ბატონო ტრამპის ინაუგურაციამდე სულ ცოტა ხნით ადრე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ იგივე ვიქტორ ორბანის განცხადება ის ამბობდა რომ ინაუგურაციის შედეგ ბრიუსელში მზე სხვაგვარად გაანათებს. ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკური გავლენა მსოფლიო დღის წესრიგზე დღეს ამ გადასახედიდან რამდენად იგრძნობა? ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მსოფლიოში რაღაც სერიოზული ცვლილებები აშკარად დაიწყო. თუმცა ის რომ ძალიან საყურადღებოა ის რომ მარკო რუბიო ევროკავშირის ხელმძღვანელობას ბრიუსელის ბიუროკრატიას პრაქტიკულად უარი უთხრა შეხვედრაზე. ტრამპმაც გააკეთა განცხადება, რომ ის ევროკავშირის სახელმწიფოებთან ერთ-ერთზე ექნება ურთიერთობა და არა ბრიუსელის ბიუროკრატიასთან, რომელიც პრინციპში არავის არჩეული არ არის. ეს ძალიან საყურადღებო განცხადებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპასთან ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის ფორმატი მნიშვნელოვნად იცვლება. მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი არის და ეს ამაზე რატომღაც არავინ არ საუბრობს. საერთოდ ახლა პროგნოზის გაკეთება რამაზე უბრალოდ შეუძლებელია, იმიტომ რომ ბიფურკაციის წერტილში იმყოფება მთელი მსოფლიოს სისტემა, მსოფლიოს კაპიტალისტური სისტემა ესე ვთქვათ. და ეხლა აი ამ მოცემულობაში რაიმე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. მაგრამ საყურადღებო ის არის, რომ თვითონ მოცემულობასაც ძალიან ხშირად არასწორად აღწერენ. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებები გრენლანდიასთან, პანამასთან, ჩინეთთან და ამ შემდეგ დაკავშირებით ესაჩვენებს მათი შემდგომი მოქმედების გარკვეულ ვექტორებს. და რაც ყველაზე მთავარია ამერიკის ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ პირველ რიგში შიდა წინააღმდეგობა აქვს მოსაგვარებლად. შიგნითკენ ამერიკაში სულაც არ არის ესეთი ცალსახა და ესეთი ერთობლივი აზრი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთიანი აზრი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის და საერთოდ ამარჩევნების შედეგების მიმართ. კი შეიძლება გამარჯვება ტრიუმფალური იყო 532 საარჩევნო ხმის ფარგლებში. მაგრამ თუ შევხედავთ ხმის უშუალო მიმცემი ამომრჩევლების ხმების განაწილებას, იქ რაღაც 51-57-ზე თუ რაღაც ესეთი არის, ეს ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემა ცოტა უცნაური სისტემაა სხვა საარჩევნო სისტემებისგან განსხვავებით და იქ 100% ამ ორი კანდიდატის შედეგების ჯამი არ არის, იმიტომ რომ სხვა კანდიდატებიც არიან, ოღონდ ისინი არიან საკუთარ შტატებში. ყველა შტატში მხოლოდ ორი პარტიიდან არის კანდიდატი, რესპუბლიკეებიდან და დემოკრატებიდან. 51-57-ზე ხმების რეალური მიცემული ხმების განაწილება ნიშნავს იმას, რომ ამერიკის საზოგადოება პრინციპში ორად არის გაყოფილი და იქ არავითარი ტრიუმფალური გამარჯვება არ ყოფილა. შემდგომ პირველი ნაბიჯები, რისი გადადგმაც დაიწყო ტრამპის ადმინისტრაციამ და არ დაგვავიწყდეს, იქ ორი ახალგაზრდა ენერგიული და სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის ნულოვანი გამოცდილების მქონე ორი ძალიან ენერგიული ადამიანი ილონ მასკის და ვივიკ რამასვამის დასახელება.
ეს იმას ნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ღიად განაცხადა, რომ ის ბრძოლას უცხადებს ეგრეთ წოდებულ deep states, ანუ ამერიკულ ბიუროკრატიას, რომელიც დაგროვილი არის და სერიოზული ძალა აქვს დაგროვილი უკვე ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროიდან მოყოლებული. საკმაოდ დიდი ხანია გასული და საკმაოდ დიდი ძალა აქვს დაგროვებული. არ დაგვაუწყდეს, რომ ტრამპის მკვლელობა სადეს ორჯერ. ერთხელ სასწაულით გადარჩა. ეს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში არ არის ერთეული პრაქტიკა, გავიხსენოთ ჰიუ ლონგის და რობერტ კენედის მკვლელობა, ეს ყველაზე გახმაურებული მკვლელობებია პრეზიდენტობის რეალური კანდიდატების. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ტრამპს ყველაზე დიდი ბრძოლა შიგნითკენ მოუწევს თვითონ ამერიკაში პირველ რიგში. ამის შემდგომ არის კიდევ მეორე უდიდესი სირთულე, რომელიც ტრამპს ექნება დასაძლევი, ეს არის ამერიკის ეკონომიკის ეს MAGA, Make America Great Again, MAGA ამოცანის შესრულება. თუ ეს გულისხმობს ამერიკაში მრეწველობის დაბრუნებას, არ დაგვაუწყდეს, რომ ამერიკის უმთავრესი საპირწონე ეკონომიკა ეხლა არის ჩინეთი. 2023 წლის მონაცემებით წყიდვალუნარიანობის პარიტეტით ჩინეთის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა იყო 37 ტრილიონი საერთაშორისო დოლარი, ხოლო ამერიკის 27. და ამერიკის ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის 15%-ია, ჩინეთის 19%. მაგრამ თავარი ეს არ არის. თავარი არის აქ თვითონ ეკონომიკის სტრუქტურა. ჩინეთის ეკონომიკაში მრეწველობის წილი, ანუ რეალური ეკონომიკის წილი, როდესაც რეალურ კონკრეტულ პროდუქციას და არა რაღაც დერივატივებს აწარმოებენ. არის 26%, ამერიკის ეკონომიკაში 10%. ამერიკის ეკონომიკაში 80% არის მომსახურების წილი. ანუ როდესაც აქვს აწარმოებენ ფაქტურად არის მომსახურება, PR მენეჯმენტი და რაღაც ესეთი სხვადასხვა არაფრის შემქმნელი რაღაცები. ჩინეთის ეკონომიკაში ესეთი არის 53%. სოფლის მეურნეობის წილი ამერიკის ეკონომიკაში არის 1%. ჩინეთის ეკონომიკაში 7%. ამდენად ჩინეთის ეკონომიკა პრინციპში უფრო ჯანმრთელი ეკონომიკაა ეკონომიკური თვალსაზრისით, ანუ რეალური პროდუქციის თვალსაზრისით, ხოლო ის პროცესები, რომელიც დაიწყო ამერიკიდან ჩინეთში ეკონომიკის გადატანით და დეტროიტში ჟანგიანის არტყელის ჩამოყალიბდა, ეს 79 წლიდან დაიწყო ეს მრეწველობის გატანა. და გატანა დაიწყო ევროპიდანაც და ამერიკიდანაც, იმიტომ რომ ჩინეთში იყო ძალიან იაფი მუშახელი. მაგრამ ეხლა ჩინეთში აღარ არის იაფი მუშახელი. სამაგიეროდ ჩინეთში არის ეხლა კომპლექსი ყველანაირი სპეციალობის. ანუ, როდესაც გინდა დაუშვათ ავტომრეწველობა. ავტომობილის წარმოება სჭირდება 10,000-ობით შემადგენელი, სჭირდება ქიმიური მრეწველობა, პლასტმასის წარმოება, რეზინის წარმოება, ლითონის წარმოება და ჩინეთში ყველაფრის უმაღლესი კლასის სპეციალისტები არიან ერთად თავმოყრილი. თუ ტრამპი გადაწყვიტავს მრეწველობის დაბრუნებას ამერიკაში, კადრების დაჭირდება, რომელიც პრაქტიკულად უკვე ამერიკაში ახლა აღარ არიან. ძალიან დიდი დეფიციტი ექნება კადრების. ამერიკაში და ევროპაში ერთ და იგივეა რა, დაახლოებით მსგავსი პროცესებია. გარდა ამისა, ამერიკას აქვს გიგანტური სახელმწიფო ვალი, 36 ტრილიონი. ფედერალური სარეზერვო სისტემის ვალი. თუ Make America Great Again და დავიწყებთ მრეწველობის დაბრუნებას, მაშინ სავაჭრო ბალანსი ამერიკის უნდა გახდეს დადებითი, რაც უკვე საერთაშორისო დოლარის ბრეტონ ვუდსის სისტემის არსებობა შეუქმნის საფრთხეს. ანუ ამერიკის დომინირების ძირითადი იარაღს დოლარს, საერთაშორისო დოლარს შეექმნება საფრთხე. ამდენად ტრამპი ახლა ჩაკეტილ წრეში იმყოფება. აქედან ძალიან ძნელია კარგი გამოსავლის მოძებნა და ძალიან ძნელად სათქმელია თუ რამდენად მოძებნის ამ გამოსავალს. მაგრამ ფაქტია, რომ პირველ რიგში მას ეს შიდა წინააღმდეგობები აქვს, შემდგომი მოწინააღმდეგეა ჩინეთი. პირველ რიგში ჩინეთი, ეკონომიკური მოწინააღმდეგე, მაგრამ ჩინეთთანაც საქმე ესე არის, რომ ამერიკა და ჩინეთი იმდენად არის გადაჯაჭვული ერთმანეთზე, რომ აქ რაღაც მკვეთრი მოძრაობები და რაღაც მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა ორივესთვის სამგებიანია. ამდენად აქ ძალიან ძნელი სათქმელია თუ როგორ მოხდება მათ შორის ვითარების განუხტვა. და აქ ვერ დაგვაიწყდეს მესამე, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მზარდი და სერიოზული და საშიში მოთამაშე ამ შემთხვევაში ეს არის რუსეთი. რუსეთი არის ერთადერთი სახელმწიფო პლანეტა დედამიწაზე, რომელსაც ამერიკისთვის აუნაზღაურებელი ზიანის მიყენება შეუძლია.
ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც არათუ საპირწონე ბევრი პარამეტრებით სამხედრო თვალსაზრისით შოვნის ამერიკას. ამერიკა თავისთავად არის უძლიერესი სახელმწიფო ამ სამხედრო ბაზების განლაგებით, განფენილობით და ასე ვთქვათ, თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის გაშლილობით მსოფლიოში. ამდენად მათ შორის ესეთი პრობლემების იარაღის გზით გადაწყვეტა პრაქტიკულად გასუფრების დასასრულია. ამდენად ესეთი აქ მკვეთრი ნაბიჯებისკენ ნაკლებად მოსალოდნელია. არსებულ ომსაც დაასრულებს და სწორედ ჩინეთის იმედი აქვს, ასე ვთქვათ, იმ განცხადების გათვალისწინებით, რაც მან გააკეთა რუსეთთან მიმართებაში, რომ დაეხმარება ერთგვარად ჩინეთი. რუსეთი ცავის მხრივ გამოთქვამს მზაობას, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომზე არის საუბარი და ტრამპი ამბობს, რომ უკრაინაც მზად არის ამ მოლაპარაკებისთვის, აი ამ კონტექსტშიც რომ გკითხოთ და ბუნებრივია, რომ ყველა მხარეს, როდესაც ომის დასრულებაზე არის საუბარი, ექნება საკუთარი პირობები. მაინტერესებს თქვენი გადასახედიდან, ვის რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ამ ომის დასასრულებლად? ძალიან აქ სიზუსტეზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ არის რამდენიმე ძირითადი ვექტორი. უკრაინის კონფლიქტმა რა გააკეთა პირველ რიგში ეკონომიკურად. მე მაინც როგორც ეკონომისტი და სტატისტიკოსი ამ თვალსაზრისით ვუყურებ. უკრაინის კონფლიქტმა გააკეთა ამერიკისთვის ძალიან სასარგებლო რამე ევროპა ჩახსნა რუსეთის იაფი რესურსებისგან, იაფი ენერგეტიკული რესურსებისგან და ჩინეთთან პირდაპირ სახმელეთო კავშირისგან რუსეთის მარშრუტით. ეხლა ამიტომაც არის, რომ ჩვენთან ეს შუადერეფანზე არის ესეთი ამბები. თორე ერთადერთი სახმელეთო ალტერნატიული მარშრუტი ამჟამად არის შუადერეფანზე საქართველოზე გავლით. ენაიდან ზანგეზურის მარშრუტი ეს პროექტის ფარგლებშია, ეს ან იქნება ან არა. გარდა ამისა, რამდენად ჭირდება ირანს, რომ თურქეთს და აზერბაიჯანს შორის პირდაპირ სახმელეთო მოსვლა იყოს, ესეც საკითხავია. რაც შეეხება ჩარი-ბაჰარის პორტიდან სარკინიგზო გზით შემდგომ თურქეთის გავლით და ირანის გავლით ევროპასთან კომუნიკაცია რამდენად შესაძლებელია, ესეც საკითხავია. იყო ინდოეთის ქონა კიდევ ერთი პროექტი, ესეთი ბაბელმანდების სრუტიდან საუდის არაბეთის გავლით პორტი ხაიფა და შემდეგ იქიდან ევროპაში ტვირთების გაატანა ინდოეთიდან და ჩინეთიდან. მაგრამ ეს მარშრუტი ახლა იქიდან გამომდინარე, რომ სირიაში, იორდანიაში და ისრაელში და ლიბანში რაც ცეცხლსანთია, ამჟამად ეს მარშრუტი პრაქტიკულად გაჩერებულია. გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ აღმოჩნდა, რომ სულ რამდენიმე ჰუსიტი, რამდენიმე კატერით საკმარისი არის იმისთვის, რომ წითელი ზღვა და სუეცის არხი გადაიკეტოს და საზღვაო ვაჭრობა ისე ვასკო და გამას ძველი მე-16 საუკუნის მარშრუტით წავიდეს. რაც გაცილებით უფრო რთულია ლოგისტიკურად, ვიდრე სუეცის არხის გავლით ევროპასთან კომუნიკაცია. ამდენად შუადერეფანი დღესდღეობით რჩება ერთადერთ უსაფრთხო დერეფნად. და აქ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომაც, რომ აქ იყო შენარჩუნებული მშვიდობა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი. ეს ჩვენთვის ერთი მხრივ გამოწვევაც არის, მეორე მხრივ არის შესაძლებლობაც და გეოგრაფია გარდამდებარეობისა განაჩენიცა. ისე. კი ბატონო, როდესაც საუბარი არის მაგალითად ომის დასრულებაზე და საქართველოს კონტექსტში და რეგიონზეც რომ ვისაუბროთ, რა გავლენა ექნება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას საქართველოზე და მათ შორის რეგიონზე. კარგი, გავაგრძელებ იმას, რაც დავიწყე. უკრაინის ომის ერთ-ერთი ეს შედეგი ეს იყო. უკრაინის ომის დასრულება ხა გააჩნია რუსეთის ფედერაციის პოზიცია როგორი იქნება. აქ გადამწყვეტი მაინც მათი პოზიცია, ვინაიდან ეს ისეთი რაღაც იყო, რომელიც ან არ უნდა დაიწყო, ან თუ დაიწყე, ბოლომდე უნდა მიიყვანო, თუ შეგიძლია. ბოლომდე მიიყვანა ნიშნავს უკრაინის მთლიანად აღებას. ეს უკვე ძალიან ძნელი საქმე არის, ვინაიდან უკრაინის არმია ერთ-ერთი უძლიერესი არმია მსოფლიოში და ამას აჩვენებს ყველაფერი, მთელი პრაქტიკა ამას აჩვენებს. რუსეთის არმია, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საუნარიანი არმია მსოფლიოში, ამდენი ხანია უკვე 2022 წლის თებერვლიდან მიდის ომი და ესე ვთქვათ
წინსვლა არის გარკვეული რუსეთის ფედერაციის არმიის მხრიდან, მაგრამ არა ესეთი მასშტაბის, როგორც უპირობოდ რომ ჯობნის ისეთი არმია, როგორც აკეთებს ხოლმე. ანუ უკრაინის არმია ძალიან ბრძოლის უნარიანია. მაგრამ მეორე მხრივ ახლა რუსეთის ფედერაციაში აწლობიერებენ ძალიან კარგად ამას და ლავროვის განცხადებაც იყო რამდენჯერმე, იყო ნარიშკინის განცხადება, იყო პუტინის განცხადებაც იმაზე, რომ თუნდაც ერთი სოფელიც რომ დარჩეს სახელად უკრაინა, ეს რუსეთისთვის ძალიან დიდი პრობლემა იქნება. მაგრამ მეორე მხრივ მათ არ შესწევთ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ შესწევთ იმისი ძალა რომ მთელი უკრაინა დაიკავონ. ამდენად რაღაც კომპრომისზე წასვლა მოუწევს რუსებსაც, მოუწევთ მე ვიტყოდი ამერიკელებს ალბათ, მაგრამ უკრაინა ყველა შემთხვევაში ყველაზე უფრო დაზარალებული აღმოჩნდება აი ამ კონფლიქტიდან. გარდა ამისა მე არ ვიცი და საერთოდ ძალიან ძნელად წარმოსადგენია, რამდენად აღდგენადია ის სატრანსპორტო მარშრუტები, რომლებიც რუსეთის და უკრაინის გავლით ევროპისკენ მიემართებოდა. ფაქტია, საომარი მოქმედებები არ ყოფილა ბელორუსში, მაგრამ ბელორუს-პოლონეთის საზღვარზე ტვირთის მოძრაობა არსებითად შემცირებულია, ასევე არსებითად შემცირებულია ტვირთების მოძრაობა ბალტიისპირეთის პორტების გავლით. ამდენად ჰარლანდის ეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სახმელეთო მარშრუტების უმეტესობა გარდა შუა დერეფნისა თითქმის ყველა დაკეტილია. გარდა ამისა, აქ არის ერთი საყურადღებო რამ. ჩინეთის და ინდოეთის გარდა არის ძალიან მნიშვნელოვანი შუა აზია. შუა აზიის ერთადერთი კავშირი თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის, რომელსაც შეიძლება საომარი მოქმედებები შეჩერდეს, მაგრამ კონფლიქტის მოგვარება, რასაც ქვია და მხარეებს შორის უკვე ურთიერთობის აღდგენა, აქამდე ალბათ საკმაოდ შორი მანძილია და შუა აზიის ტვირთების ევროპისკენ მიწოდებაზე ეს კი ძალიან დიდი მოცულობითი აღესაული რესურსები და ესეთი ენერგომატარებლები და ესეთი ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსებია, მისი მიწოდების ერთადერთი გზა ამ ეტაპზე რჩება შუა დერეფანი. ანუ აი ამ ყველა მოთამაშისთვის, გარდა იმისა, ვისაც არ სურს ევროპას და აზიას შორის ესეთი სახმელეთო ურთიერთობა და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი პირველ რიგში, მათ გარდა ყველასთვის ძალიან აუცილებელი და სასურველია, რომ კავკასიაში და კერძოდ საქართველოში იყოს მშვიდობა. კერძოდ საქართველოში იყოს მშვიდობა. კი ბატონო, ნოდარ, როდესაც საუბარი არის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაზე, ცხადია, რომ უახლოეს პერიოდში და ძალიან სწრაფად მოკლე დროში ეს ვერ მოხერხდება, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ასე ვთქვათ, მოიცლის ყოფით ენაზე, რომ ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთვის. განვითარების დინამიკას, როგორ ხედავთ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის განვითარების დინამიკას, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საუბას გამოთქვამს გადატვირთვის კონტექსტში და რა ტიპის მოლოდინები გაქვთ? ან რა პერიოდში შეიძლება დაიწყოს პროცესი ამ მიმართულებით? ძალიან კარგია, რომ საქართველოს მთავრობამ საუბას გამოთქვამს ურთიერთობების გადატვირთვას და ურთიერთობები გადატვირთვას ნამდვილად მოითხოვდა. ახლა, როდესაც ვლაპარაკობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, როდესაც ვლაპარაკობთ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მე მაინც ვერიდები ხოლმე საერთოდ ემოციებით საუბარს ასეთ რაღაცეებზე. ემოციები უადგილოა. შევხედოთ სტატისტიკით. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთან არასდროს არ ყოფილა როგორც ესეთი წამყვან ათეულში სავაჭრო პარტნიორების იშვიათად რაღაც იშვიათად თუ მოხდებოდა ხოლმე პირველ ათეულში და პირველ ხუთეულში თითქმის არასდროს არ არის ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სავაჭრო პარტნიორი. არ ჩვენი პროდუქციის საექსპორტის ბაზარი არ არის და არც შეერთებული შტატებიდან იმპორტი არის საქართველოში მაინც არსებითი. ანუ საგარეო ვაჭრობის თვალსაზრისით არანაირი სტრატეგიულ პარტნიორობაზე ლაპარაკი არ არის. ვიზების გასცემის მაჩვენებელს თუ ავიღებთ, არა მხოლოდ რეგიონში საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი. საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, ყველა უახლოესი ჩვენი პოსტსაბჭოთა სივრცეებში ყველაზე დაბალი ვიზების გაცემის ხვედრითი წონა აპლიკაციებიდან არის სწორედ საქართველოზე მოდის. ყველაზე დაბალი პროცენტი ვიზების გაცემის. ანუ არც ამ თვალსაზრისით გამოდის მაინც არ ვიყავით დიდად სტრატეგიული პარტნიორები.
სამაგიეროდ ჩვენ ნებისმიერი ხლა ამერიკის რომელიღაც სენატორი რაღაცას განაცხადებდა და საქართველოში იწყებოდა რაღაც მოვლენები. თავზე ნასრის დაყრა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ ეს ამ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება და იქნება ღირსეული ურთიერთობები, ამას მხოლოდ მივესალმები რასაკვირველია. მოლოდინი როგორი გაგრძელდება? მოლოდინი მაქვს ისეთი, რომ თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმას, იმავე პლატფორმაზე ყოფნას, როგორც არის ახლა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და თუ ამას ყველა ეთერში იქნება თუ ყველა საუბარში, როგორც მანტრას ვიმეორებ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს ქვეყნის შიდა პოლიტიკის წარმოებული და არა პირიქით. ჩვენთან ბოლო 30 წელი არის პირიქით. შიდა პოლიტიკა არის საგარეო პოლიტიკის წარმოებული. იქ სადღაც ვიღაცამ რაღაც განაცხადა და ჩვენ აქ სასწრაფოდ იმის შესაბამისად უნდა გადავეწყოთ. ეს ძალიან მაგონებს ჯორჯ ორუელს ჭეშმარიტების სამინისტროში რაღაც ხელშეკრულების დადების შემდეგ რომ იწყება ჭეშ-სამინში თუ ქართულ თარგმანში ესე ქვია იწყება მთელი ისტორიის გადაწერა ახლიდან რაღაც მსგავსი იყო ყოველთვის ჩვენთან და ასეთი ურთიერთობების შენარჩუნებას გადატვირთვა ნამდვილად ჯობია ასეთ ურთიერთობას მე სტრატეგიულს ვერ დავარქმევ ვასალურს დავარქმევ მაგითად იგივე ოპოზიციის განცხადებებს თუ შევხედავთ და მოვისმენთ ისინი აცხადებენ რომ ასეთი მოლოდინი აქვს ყოველ შემთხვევაში რომ ტრამპის ადმინისტრაცია ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას გააგრძელებს საქართველოსთან მიმართებაში ამავდროულად ხელისუფლების წარმომადგენლებს მოლოდინი აქვს რომ ტრამპის ადმინისტრაცია ღირებულებების თვალსაზრისითაც კი განსხვავდება ბაიდენის ადმინისტრაციასთან და საკმაოდ ხშირად ხაზს უსვამენ რომ თანხმედრაში არის მათ პოზიციებთან აი ამ ფაქტორების გათვალისწინებით თქვათ რა შეგიძლიათ რომ გითხრათ ამის გათვალისწინებით ერთი რამ შემიძლია თქვა პირდაპირ პირველი შეხედვით დონალდ ტრამპის და ჯოზეფ ბაიდენის წინასაარჩევნო პირობითად ტრამპი და ბაიდენის რა წინასაარჩევნო რიტორიკა რადიკალურად განსხვავებული იყო ერთმანეთისგან ტრამპის პირველი განცხადებებიდან გამომდინარე მისი პოლიტიკაც განსხვავებული იქნება ყველა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში და მათ შორის ჩვენთანაც. რამდენად რას ეფუძნება ოპოზიციური ძალების განცხადება რომ ის ურთიერთობა იქნება შენარჩუნებული ჩემთვის უცნობია. მე არ ვიცი საიდან დასკვნით შეიძლება რაზე დაკვირვებით შეიძლება გააკეთო ეს დასკვნა, ну რაღაც ეთყობა იმათ აიციან რაც მე არ ვიცი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან იქნება ურთიერთობა თუ ნებისმიერ ადმინისტრაციასთან პირველ რიგში საქართველოს მთავრობა უნდა გამოვიდეს საქართველოს გრძელვადიანი ინტერესებიდან, საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ერის და არა მხოლოდ ხალხის. იმიტომ რომ ერი ეს არის ის ვინც იყო, ვინც არის და ვინც იქნება. ხალხი არის ის მხოლოდ ერის ცოცხალი ნაწილი მოცემულ მომენტში. ამდენად ერის ინტერესებიდან გამოსვლა ნიშნავს წარსულის, აწყოს და მომავლის გათვალისწინებას. ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ნიშნავს რომ მხოლოდ ახლა რაც არის საჭირო ამ საჭიროებების მიხედვით მოქმედებას. ამიტომ სახელმწიფოს მთავრობა უნდა მოქმედოს ეროვნული ინტერესები და მნიშვნელობა არ აქვს ვის რა დამოკიდებულება აქვს. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ კი ბატონო რომ ისინი მოქმედებენ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ იდეათა და პრინციპების თანხმედრაზე როდესაც არის საუბარი, მაგათაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ტრამპის რიტორიკა მსგავსია უდაოდ. რამდენად არის ეს საკმარისი? ეს არის იმისთვის რომ თქვა საწყის ნიშნულს დაუბრუნდეს ურთიერთობები. არის კიდევ დამატებით გასაკეთებელი ხელისუფლების. მოდი დავიწყოთ იქიდან რომ საწყისი ნიშნული სულაც არ არის ის კარგი ის არის კარგი ეს სულაც არ არის ეს ნიშნული რაზედაც დაბრუნება საჭიროა. საწყისი ნიშნული ანუ ის რაც იყო ეს არის ვასალური დამოკიდებულება და ნუ იქ რაღაც ვიღაც სენატორმა რაღაც თქვა ჩვენ აქ ყურებზე უნდა ვიაროთ უნდა გავინასკოთ რაღაცები ჩავიდინოთ ხო რაღაც ესეთი ვასალური დამოკიდებულება ანუ საწყის ნიშნულზე დაბრუნება არანაირად არ არის ასურველი. პარტნიორულ ურთიერთობებს რაც შეეხება ის რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის და მისი წარმომადგენლების და თვითონ ტრამპის განცხადებები და ჩვენი მართველი პოლიტიკური ძალის განცხადებები თითქმის იდენტურია ეს ნიშნავს რომ ეს არის საკმაოდ კარგი პლატფორმა იმისთვის რომ ამაზე აიგოს ნორმალური პარტნიორული ურთიერთობები ეს კარგი პლატფორმაა საამისოდ თუ
რამდენად კარგი ურთიერთობები აიგება, ეს უკვე დამოკიდებული არის ორივე მხარეზე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ორივე მხარე საქართველოს მმართველ პოლიტიკურ ძალას და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას თავის განცხადებებში გულწრფელები არიან და გულწრფელად იმ პლატფორმებზე დგანან, რასაც აცხადებენ. მართებული სულ აქ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პირველი რიგის ამოცანები, ასე ვთქვათ. რა იქნება მართებული სვლა? მე მგონი მაინც რო დაელოდოს. არ ღირს ასე ვთქვათ რიგში ჩადგომა, აუცილებლად იქნება ჩვენთანაც ურთიერთობა, ქვეყანაში ფუნქციონირებს საელჩო, უნდა ქონდეს კომუნიკაცია საელჩოსთან და საელჩოს მეშვეობით. არანაირად არ ღირს აჩქარება ჩვენი მხრიდან. თუმცა, როდესაც საუბრობთ, რომ უნდა დაელოდოს, რამდენად არის მაშინ ასე კითხავთ საქართველოს პოლიტიკას, როდესაც გადავხედათ იგივე შიდარყებები დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე? შიდარყებები, როგორც გასული 30 წლის ისტორია გვიჩვენებს, მხოლოდ საგარეო ფაქტორებზეა დამოკიდებული. და ძალიან ხშირად სწორედ ისინი მათ მიერ ინსპირირებულია ხშირად აი ბოლო განსაკუთრებით ბოლო 10-12 წელი ყველა არჩევნების შემდეგ აუცილებლად იწყება რაღაც გამოსვლების, მანიფესტაციების, არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების და ასე შემდეგ მთელი აქციები, ხო? ძალუდინის პოლიტიკა აი ამ კონტექსტში რამდენად გამორჩეულია? ნებისმიერ შემთხვევაში ჯობია დაელოდოს, შეინარჩუნო ქვეყანაში შიგნით სტაბილურობა, სიმშვიდე და მიყვე შენ საქმე, სიყო მშვიდად. აუცილებლად დადგება, აუცილებლად იქნება ჩვენთანაც ეს ურთიერთობა, მოვა ასე თქვა ჩვენი ჯერიც, მაგრამ აჩქარება ჩემი აზრით აქ არ არის კარგი მრჩეველი. არ არის კარგი მრჩეველი. აჩქარა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნოდარ კაპანაძე, ექსპერტი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ასეთ იყო დღევანდელი აქტუალური თემა, გემშვიდობებით ზუსტად 2 შაბათამდე დროებით.